მოგესალმებით არასიმბოლური 11-ის მე-11 კაცი უნდა წარმოგიდგინო. და რა კაცი? რა კაცი? აი გამორიცხულია რომ მე ერთი ნიდერლანდელი არ მომეყვანა ამ 11-ში. ხო, ერთ ცეხნას როგორ ამოვიღებ? მეგონა რომ 11-ს მაგას შემოყრიდი. ვიკადრებდი ხო? სურინამელებს და ინდონეზიელებს და მაგათთან დაკავშირებით. არ არსებობს 11-ული, სადაც მე არ შევაკვეხებ ნიდერლანდელს. ნებისმიერი 11-ული მითხარი და გეტყვით ნიდერლანდელს. 11 მან სერიული მკვლელი. ეხა ეგრე როგორ გითხრა? მაშინ 11 ბოტანიკის გენიუსი. რამდენიც გინდა. სიმ დე იონგი. კერძოდ ლუკ დე იონგის ძმა. რაკნა. ბოტანიკის გენიოსი. აი, მაიმუნობა იქით იყოს და ჩემი რჩეული არის ადამიანი, რომლის ანალიზებსაც ელოდებოდა მთელი ნიდერლანდების სამეფო და დანარჩენი საფეხბურთო სამყარო, იმიტომ რომ ამაზე იყო დამოკიდებული გამოიძახებდნენ თუ არა. და კარგი პასუხები მოვიდა, გამოიძახეს და მემფის დებაი არის თავდასხმაში ჩემი ჯილა. რაზე გქონდათ ეჭვი? ტრაუმა ქონდა, რაღაც დაზიანება ქონდა და ის ბოლომდე მოშოშებული იყო თუ არა. ხარტილი რო. რაღაცა ეგეთი ხო. და მემფისი მოვიდა და ნუ ძირითადად არ უთამაშია, შეცვლილზე შემოვიდა იაპონიასთან და ჩვენთან. არის. ხარ წინააღმდეგი. იყოს კაცო, დებაი წინ თან ისეთი კაცია გინდა აქით დააყენე. გინდა ფლანგზე, გინდა ცრუ ცხრიანად. აცი გინდა ჩამოწ. ხო. ნუ ის უკვე ყველა მიცის რატო აწერია მემფისი და არა დებაი. რატო აწერია? რომ ვინც არის ის უთხრათ, რომ მამამ, რომელიც წარმოშობით იყო განადან, 4 წლის ასაკში, ანუ მემფისი 4 წლის იყო, ოჯახი მიატოვა და ისევ განაში დაბრუნდა. და ეს უმამოდ გაიზარდა და ნუ გაბრაზებული არის იმ ადამიანზე და არ უნდა საერთოდ ასოცირდეს იმ კაცთან, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი და მეუღლე ესე მიაგდოს. და დებაი მაგიტო. ხო, პროტესტი არის ერთგვარი. და მემფისი სახელია. მემფისი სახელი არის კი. კარგი. და ამიტომ ესე არ აღიარებს რა რომ მამამისი კაი კაცი იყო და რამე კონტაქტი აქვს. თუმცა პოპულარული რო გახდა ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი, მამამისი გამოხდა. პრეტენზიები. პრეტენზიები არა, პრეტენზიებამდე ჯერ ხო ისე ნიადაგს რომ მოსინჯავენ რა, რომ რამდენად გაქაჩავს პრეტენზიები და მე ის ფულის მოთხოვნა და რაღაცა. და ვიღაც ჟურნალისტები რომ მიადგნენ თუ მიიყვანა, არ ვიცი. ძალიან ისე ილაპარაკა რომ რას ამბობთ კაცო. მე ჩემ შვილთანო კონტაქტი არ გამიწყვეტია. სულ გვერდში ვედექი შორსა ვარო, მაგრამ თუ რამე შემეძლო აქედან ყველაფერში მემფისთან ერთად ვიყავი, მამა ინაცვალოსო. ჭადის ფულს უგზავნიდი. ყველაფერს, აი არ ვაკლებდიო, აქედან არ შემიძლიაო. ამაზე გამოხდა მემფისი. საერთოდ არ გამოჩენილა გაეთრიოს აქედანო. და ნუ ის კაციც მიხვდა რომ აი კაპიქს ვერ იშოვიდა. და ამიტომ შეეშვა. და თვითონ მემფისი გაზარდა ბაბუამ და ბაბუამისის დიდი მადლობელი და მადლიერი არის დედის მამამ. რომელიც მართლა გვერდში იდგა ყველაფერში. სადაური. ჰოლანდიელი. ნიდერლანდელის კალბატონი არის. და ბაბუ ატარებდა ფეხბურთზე, გვერდში ედგა, სადამდეც იცოცხლა იმ კაცმა. დიდხანს ვერ იცოცხლა. და მემფისი რო იყო 12 წლის, და სპარტას ახალგაზრდულ აკადემიაში რო ირიცხებოდა, როტერდამის სპარტა, უკვე დაიწყეს მასზე ლაპარაკი ბობოლებმა. ბობოლები ნიდერლანდებში 3-ია, მოგეხსენება და 2-მა. აიაქსმა და PSV-მ დაადგეს თვალი და ვინ წაიყვანს და ბაბუამისმა ურჩია, რომ PSV-ს გირჩევ მეო ბაბუო.
და მემფის ძალიან გაუკვირდა, იმიტომ რომ ბაბუამისი მთელი ცხოვრება აიაქსის ფანი იყო. და ვერ მიხვდა ბაბუამ რა დაურჩია. სავარაუდოდ, იმიტომ რომ ჩემი ფეხბურთის სტილით იქ უფრო დამინახავ. ხო, ან აიაქსი მაგ დროს ვიღაცა ეყოლებოდა, ხო? უნტევა არის ალბათ. ეს როგორ ხო, ანუ ვიღაცა მოიაზრებოდა რა მოკლედ და ამიტომ აირჩია PSV. ბოდიში და PSV-ში ქონდა დებიუტი თასის ფინალში 2012-2013 წლის თასის ფინალი იყო. და ის ხდებოდა კი აღარ მახსოვს. აიაქს არა ვიღაცას. და შემოიყვანეს დრის მერტენსის მაგივრად. ბელგიელი დრის მერტენსის მაგივრად და ის ფინალი წააგეს. შემდეგ წელს 2013-2014 წლის ჩემპიონთა ლიგა რო დაიწყო. პირველი სანამ დაიწყებოდა ეს საკვალიფიკაციოები რო არის, ხო იცი? სანამ ჯგუფში მოხვდებიან. მან ითამაშა მემფისმა, გოლი გაიტანა და გავარდნენ. გადავარდნენ ევროპა ლიგაზე. ევროპა ლიგაზე მანდაც სანამ ჯგუფური იქნებოდა შესარჩევი რო არის, ჩერნომორეცი შეხვდათ. მემფისმა ითამაშა, გოლი გაიტანა, პასი გააკეთა, გავარდნენ. ესე უიღბლოდ დაიწყო მაგის კარიერა. იდეაში უიღბლო ფეხბურთელი არის. მიუხედავად იმისა, რომ მე კარგად წავიდა საკლუბო დონეზეც და ნაკრებშიც, მაინც უიღბლო ქვია, მანჩესტერიდან მოვიდა კაი პირობები, კაი კონტრაქტი, გემახსოვრება. ისე დიდი იმედებით ელოდებოდნენ, ის გაამზადეს შვიდიანი. რონალდოს ჰქონდა ახალი გახდილი. არა, რონალდოს მერე. არა, ყავდათ კიდე შვიდიანი. ხო, რა მნიშვნელობა? მოკლედ შვიდიანი ხო მანჩესტერისთვის ისეთია ცოტა. უფრო მეტი ვიდრე ნომერი. და ვერაფერი ვერ ქნა. უფრო მეტი ვიდრე 7 ნომერი. ხო, ვიდრე 7 ნომერი. და ვერ გაირწყინა, არ წავიდა სეზონი და წავიდა ლიონში. შენ ხარ ჩემი ბატონი. ლიონში კარგად ითამაშა. და ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი რომელია რო კითხეს. თქვა, რომ ეს იყო 2017-18 წლებში, მაგ სეზონში ნიცასთან. 3 გოლი გაიტანა. მერე რო ჩაუღრმავდნენ 3 გოლი ქონდა კიდე სხვა თამაშებში გატანილი. და რატომ მაინც და მაინც ესო და თურმე ამას რო თამაში ქონდა და 3 გოლს იტანდა, ზუსტად ამ დროს სახლი გაუტეხეს. და 1.5 მილიონის ქონება მოყარეს. მივთები. ხო, ქონება რა. იქნებოდა ეს. ძრავი. ეს ან მაღოთ. ისე ძალიან ის არის ლაქშერი ცხოვრების მოყვარული. გაკ მაგისი ტანსაცმელები და აუთფიტები ნანახი. საოცრება რაღაცები აცვია. მაგაზე გეტყვი მე. ერთი ტანსაცმელი წარედ მოუბრუნდა. შარში გახვია ტანსაცმელმა. კი, აი პირდაპირ გაგებით. ნაკრებშიც ეხლა არის ისა. ყველაზე მეტი გოლი გატანილი ნაკრებში. ნისტელროიზე მეტი, ვან ბასტენზე მეტი და კლიუერზე მეტი და ყველაზე მეტი რა. ანუ ისეთი დასაფასებელი ტიპია, მაგათაც უყვართ და მაგით ველოდებოდით ანალიზებს. ვან პერსისთან უჩხუბია. ვარჯიშზე. და მე ვითომ დააშოშმინეს, მე კიდე წაიკამათეს და ამის გამო მაშინ მწვნელი იყო ბლინდი. და ვან პერსი ამოაგდო სასტავიდან, შემადგენლობიდან. ამის ხარე დაიჭირა, მე კი თქვა, რომ ვან პერსისო ფორმა რომ წონდა, სათამაშო ფორმაო და მაგის გამო, მაგრამ კაცმა არც. კარგი იქნებოდა თავის შვილთან რომ ეჩხუბა ბლინდის შვილი ხო ნაკრებში. დელეისთან. ეს რო გაიგო აბა ჩემშვილს ხო არ გავა. ხო. აბაც იმას. იგავარაკი იქნებოდა. აი, ხო და ეს ფეხბურთი და სადრა გააკეთა, სადრა გაიტანა და ვერ გაიტანა გავიგეთ, მაგრამ ფეხბურთის იქითაც ძალიან უცნაური და საინტერესო ცხოვრება აქვს. მაგის სტატუები გაქვს ნახე.
ესე ახლოდან არის. ხო, მაგრამ შემჩნეული გექნება რომ ხო 50-ზე მეტი ტატუ აქვს. და ამბობს რომ ყველა ტატუ რაღაცას ნიშნავს ჩემთვის. ხო, იმედია. ხო. ერთ-ერთი ყველაზე ისეთი თვალში საცემი პირდაპირ გაგებით და გადატანით მნიშვნელობითაც არის ისა. ზურგზე ახატია ლომი. თელ ზურგზე აქვს ლომი. და ნუ ეს არის რომ მაინც რახან წარმოშობით განური ის აქვს ფესვები და ეს ლომი ძლიერია და ყველაფერს აღწევს თუ რამე დაისახა მიზნად აი რაღაცა ესეთი ალეგორია დაინახა და ეს დაიხატა ლომი რა შეიძლება დაისახოს მიზნად გარდა იმისა რომ რაღაც ცხოველი შეჭამოს ხო რა ძლიერია და აი ეს მინდა ეგ არის ლომი ხომ მეტყვის რომ ეს მინდა ხო ნუ აქ კიდე დისერტაცია დავიცვა რაღაცა სამოტივაციო წარწერები აქვს კიდე რაღაცეები ხო ახსოვდეს რომ ზერო ჩავა ამოვა კი ბატონო შენ არ დაეცემი ბიჭო და რაღაცები აწერია რა სტატუს ხალხი მაგარი სასტავი ხარ ხო როგი მე მოგ 12 ტატუ ხო ჯერ მემფისამდე შორის ასევე აქ ეხა ბოლო პერიოდში დაიხატა ბრაზილიაში ხო თამაშობს და ზოგადად ბრაზილია უყურს ძალიან ერთ-ერთ სოფლიოზე ჰოლანდია იყო მაშინ ვერ გავიდა და ბრაზილიისკენ იყო და კნეკნებზე იყო დახატული ის რიოს კანდაკება ქრისტეს კანდაკება და ბაბუამისის გარდაცვალების თარიღი მიწერილი და მნიშვნელოვან გოლებს უძღვნის ბაბუამის სხოთაშვილის ხედებს თავს ხოლმე ესე მაგალდა ბაბუში უცნაური ტატუები ამით არ დამთავრებულა ერთი ტატუ აქვს წარწერა წარმატებული არ იქნება შენ დაკვირვებული მაგრამ გოლის აღნიშვნის დროს გამოუყენებია და უჩვენებია ეს ტატუ უცნაური ადგილია ძალიან ტატუსთვის იღლიაშია არა უჩი შიგნით ამფორეს ახაწერია წარმატებული და ესე იტრიალებს ხოლმე დარვის კამერასთან და ახაწერი როგორ დაიწერა არ ვიცი ხა ხო გამიკეთებია და ვიცი ის რამხელა რაღაცა ჩადის და როგორ ბჟუის და ჩვლიტავს და აქ რა ძალიან გაუწელეს ეთქო არ ვიცი ხო ნარკოზი არ გონია და ისა აი ეს ხო ლომი ქრისტე წარმატებული ისა სუპერ წარწერები და ერთი ხელი აქვს ანიმაციური ხო ანიმეს პერსონაჟი ხია იმას აირონ მენი და ვიღაცები მულტფილმები ახატია და ეგეთი ნარევი ზოგადად ეგეთი კაცია რა უცნაური კაცია ვერ გაიგებ რას მიედმოედება და ამის კიდე ერთი მაგარი ის არის მაგალითი რეპერია იცოდი რეპერი არის და აქ გამოშვებული ალბომი Heavy Stepper ესე ქვია ჩემი ინგლისურით ბოლომდე ვერ ჩავწვდი აზრს რომ ვიკითხე ხა აქ მძიმე ნაბიჯოსანი რთული ნაბიჯოსანი რა ვიცი ან სულ ყველაფერში იგრძნობა რომ რთული ცხოვრება გამოვლენი და იქ ლომი რო გაიტანოს აქ Heavy Stepper-ი და ისიც სასიყვარულო ამბებიც არ აქვს თლად დალაგებული ვიღაცა დანიშნული ყავდა ვიღაც გოგოზე იყო დანიშნული და მე დაშორდნენ მოკლედ მეგობრებად დარჩნენ ამ ეგეთ წრეებში ხო მიღებული არის რომ ისა შედამპალო შეგათახსირებულო არა ჯიგარია დაიშანენ 50 მეტრით არ მომიახლოვე თორე დავაჭერინებს კატა მიმრჩება და რაღაცეები შეულებრივად წყნარად დაშორდნენ და აი რაღაცები რო არ აეწყო მუსიკაში ჩადო აქ ჰიტი No Love და YouTube-ზე აქვს 20 მილიონზე მეტი ნახვა ამ კლიპს ამ სიმღერას ხო და რომ მოусმინე მე ვერაფერი ვერ გავიქე ნიდერლანდულ ენაზეა ბიჭო რეპერად არის ნახსენები ყველგან ეს მაგრამ არის რაღაცა სევდიანი დიფაკნდენ ფორენ რაღაცა მელოდიური რაღაცას ღერის ვიღაც გოგოს კოცნის კლიპში მე ეხუტება მე ეს გოგო მიდის მე მოდის
მაგრამ ამაზე არა დაშორებაზე, მარტოობაზე, ბრძოლაზე არის რაღაცა იმაზე, რომ ჩემთან ერთად მარტო ღმერთია და მანაც თუ მიმატოვა მე რა ვქნა. სხვათა შორის. აი ხო ეგეთი კაცი არის. ბიჭო, ღმერთის თუ ჯერა როგორ ჯერა რომ მიატოვებს მე. მოიცა, რანაირი კაცი არის ხო ხედავ. ღმერთი ჯერა როგორ იცი? 2022 წლიდან ნაკრების შეკრებები რა ნაკრები რო იკრიბება ეს. ბიბლიის შესწავლის შეხვედრები აქვს. ეს აწყობს. ნაკრებში, ხო. და ფეხბურთელებს დაისვას და კითხულობენ ბიბლიას და იაზრებენ. ხო, ეგეთი კაცი. ეხლა ტანსაცმელსაც შეეხება. ერთხელ ეცვამ რაღაცა ცხოველი. ეგეთი დიდი ბეწვის ქურქი იშვიათიაო, რომ ადამიანს ეცვას. და გამოიძრენ ცხოველების უფლებების დამცველები, მაგრად მილანძღეს. ეს როგორ გაბედა, ეს გათახსირებული და გაიხადა მე რაღაც სხვა რაღაცები ჩაიცვა, რკინები, ტყავები, პლასტმასები, ისინი ტანსაცმელი ორიგინალური აცვია. მაგრამ ცხოველებს ამითი არ შეეშვა. ერთ-ერთ კლიპში სახელი არ მახსოვს იმ კლიპის. არის კადრი, ვისთან ერთად არის იცი კლიპში. ლიგერი იცი რა არის? ლაგერი ვიცი, ლუდია. არა, ლიგერი. ლიგერი არის ხვლიკივით რა. არა. მოიცა. გამოიყვანეს ძაღლი. არა, მაცადე. ხელოვნურად გამოყვანილი ლომის და ვეფხვის ნაჯვარი. Lion და Tiger. ლიგერი. აინტერესებდა თუ გამოვიდა და რამე და გამოვიდა და ამის ბოკვერი ყავს კლიპში. ამის ხელში საიდან აღმოჩნდა? არავინ არ იცის. და ეს ყავს და ეს ბოკვერი უზის ლიგერის, რომელიც მთელი დედამიწა დაფოფინებს, რომ რაღაცა იშვიათი სახეობა არის და რამე არ მოუვიდეს და ეს დგას და ჰოლანდიურად რეპავს და ეს ყავს. ვერც. ამაზე კიდე გაირონა ძღა. მაგრამ რა უნდა ექნა? ადგა და თვითონ გახდა ცხოველების უფლებების ერთ-ერთი მთავარი დამცველი. დამცველი და დამსპონსორი. ხო. და მოიქცა ასე ვთქვათ რა. იქით რელიგია, აქეთ ცხოველების უფლებების დაცვა, იქ სიმღერებში განსაცდელი, თან სპორტი, ესა და ერთი სიმღერა აქვს ჩაწერილი Quincy Promise-თან ერთად. იცი Quincy Promise? მოსკოვის სპარტაკში რა იყო? ხო, რატო არის მოსკოვის სპარტაკში? თავის ქვეყანაში ვერ ჩადის. რატო ვერ ჩადის? რაღაცა გაფუჭებული. კეთყვი რა გაფუჭებული. რეები. აბა. ამასთან ძმაკაცობს Quincy Promise-თან მაგრად და დუეტი ჩაწერა. Freestyle ესე ქვია. მაგრამ freestyle არ არის. წინასწარ დაწერილი, კლიპი გადაღებული, დამონტაჟებული, უბრალოდ freestyle დაარქვეს. Quincy Promise-მა ერთ-ერთი შელაპარაკების დროს საკუთარ სახლში მუხლში დანით დაჭრა ბიძაშვილი. ბიძაშვილი იძახის, რომ მოკლა უნდოდაო და გადაურჩიო, ეს იძახის, რომ მოკლა არ მინდოდაო, დაჭრა მინდოდაო. წავიდა გამოძიება, რაღაცა მე ცოტა ბიძაშვილმა დაიხია უკან, ცოტა ამან და რაღაცა აი გავლანძღეს ფული მიატანინეს, ცოტა ხანი ჩასვეს, ისა და როგორია რომ ყველაფერი დამთავრდა, უცებ აღიძრა სერიოზული სისხლის სამართლის საქმე Quincy Promise-ზე. ედავებოდნენ ჰოლანდიაში ბელგიიდან ტონა 300,000 კოკაინის შემოტანას. ერთი ტონა 300,000 კილოგრამის შემოტანას, ანუ თვითონ 300,000 კილო 3 ტონა. ისა 300 კილო. ხო, ტონა 300 რა. და ადგა Quincy და გაიქცა რუსეთში. დაბრუნდა. ხო. ამასთან ძმაკაცობს. და გახსოვს ტომას პარტეიზე რომ მითხარი რაღაც რელიგიური ისა გაქო, რელიგია გაქო რომ გადაეფარო და რაღაცა. აი, გზასაცდენილები რო შეიძლება. აი მე მემფისი გამოდგა ეგ. მემფისი აი Quincy Promise-ი გამოდგა. არა, მემფისმა დაიცვა. მემფისმა შეიფარა. ხო, არა დაიცვა. ჟურნალისტებისგან და ხალხის რისხვისგან და როგორ დაიცვა, იცი რაღაც საშუალო იყო რელიგიასა და ძველ ბიჭობას შორის. ხო, რო ისა მე არ ვიცი მაგრამ რა დააშავა და ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ მე ძმაკაც არ მივატოვებ და გვერდში დაუდგები. და და ნახევარი ჰოლანდია
რა კაცია, მეორე ნახევარი აჰა ესეც ისეთი ის ყოფილა. უარეს. ხო, უარესი ყოფილა და მოკლედ თუმცა მაინც ძალიან უყვართ ჰოლანდიაში და ეიმედებათ რომ რაღაცას იზავს. აჰა. აი ნახე როგორი ბიჭი მოგიყვანე. ვერ ვიტყვით რომ ჰოლანდიამ ძალიან ისე დაიწყო. მომახიარად. მაგრამ ეს ისე ჯგუფია რომ თავარი თამაში იაპონიასთან ჰქონდათ და ხო. ერთ-ერთი 2-2 არ არის წუთში. აჰა. და მოდი მემფის მეცეთ 10 ნომერი. არ არის დაკავებული და ჩემი ხათრით. კი ბატონო. მადლობა. არა ჩვენ დავგვჭამ მწვრთნელს ხვალ წარმოგიდგენთ უკვე მე. მანამდე შეგიძლიათ მოიწონოთ კაპიტანი არა ყავს. და გამოიწეროთ. რა თუნდა ბიჭო კაპიტანი? მოდი მწვრთნელმა თქვას კაპიტანი. ხო. და დოს ხელი ვისა. ხვალ საღამოს 10-ზე ისევ გამოვჩნდები.